ტრადიციულად საპროტესტო აქცია ბათუმში, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. თამარ თედიაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი, გვერდება. თამარ, სად მიმდინარეობს დღეს აქცია და რა ვითარება ადგილზე? ახლა კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დგანან ბათუმელები და უკვე 62 დღეა უწყოდა დააპროტესტებენ იმ ვითარებას, რაც ჩვენს ქვეყანაშია, იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში ბოლო 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს, ბუნებრივია ეს შეძახილები და მოწოდებები ისმის ყველაზე ხშირად. გაჩვენებთ დაფას, სადაც არის ინფორმაცია 4 მოშიმშილი ადამიანის შესახებ. აქ ყოველდღიურად იცვლება ინფორმაცია. მზია ამაღლობელი 23 დღეაში მშილობს, თემურ ქათამაძე მე-18 დღეა, ლაშა ჩხვიმიანი მე-6 დღეა, ისაკო დევიძე მე-3 დღეა. დგანან აქ ადამიანები ჩართული ამ წუთში ევროკავშირის ჰიმნი, ცოტა ხნის წინ იყო ჩართული საქართველოს ეროვნული ჰიმნი და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან მანამ სანამ არ იქნება მთავარი გამარჯვება მიღწეული. თემო ტარიელაძე ახლა ჩვენთან ერთად. თემო 62 დღეა არც ისე ცოტა დრო, რაც გახართ აქ უწყვეტად. ფაქტობრივად ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, როცა აქ არ გამოსულან ბათუმელები. ახლა უკვე 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს პროტესტი, არის სკარვები მზია ამაღლობელის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად, სწორედ ასე ამბობენ. ათეულობით ადამიანი ათევს აქ ყოველ ღამე რჩება ათეულობით ადამიანი ამ კარვებში, თუმცა გუშინ ჩვენ ვნახეთ თბილისში გაუგონარი ძალადობა, შეიძლება ითქვას პოლიციელების მხრიდან. რა შეგიძლია თქვა იმ მოვლენებზე, რაც გუშინ მიმდინარეობდა დედაქალაქში და ზოგადად ქვეყანაში რა პროცესებიც მიდის? კი, 62 დღეა ჩვენ უწყვეტად ვაპროტესტებთ იმას, რაც ქვეყანაში ხდება, იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდება და მე მხვდება ცინიკური დამოკიდებულება ხელისუფლების რამდენიმე მომხრის მხრიდან თუ წარმომადგენლის მხრიდან, რომ 70 დღე დადიხართ ქუჩაში და შედეგს ვერ იღებთ. 70 დღეზე ძალიან დიდი ხნით მეტი გაგრძელდა ეროვნული მოძრაობა, მაგრამ შედეგი მაინც დაიდო და ჩვენ შედეგს აუცილებლად დავდებთ, იმიტომ რომ ჩვენ მართლები ვართ ჩვენ საქმეში და ჩვენ ბრძოლაში. 23 დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს, 16 დღე თუ ვერ ვცლები, თემურ ქათამაძე შიმშილობს და ეს რა თქმა უნდა არის საგანგაშო მდგომარეობა, კიდევ 2 ადამიანი მათ გარდა შიმშილობს. ეხლა მე მინდა მოუწოდო ქართული ოცნების ხარდამჭერებს თუ ასეთი დარჩათ ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველაფერსო თავი დავანებოთ, ეს ადამიანები როცა შიმშილობენ, ძალიან მარტივი მოცემულობაა, ხო? ესენი უნდა გადავიდნენ სამამტყოფოში და მათ ჯანმრთელობას უნდა მეთვალყურეობდეს ექიმთა ჯგუფი. ესა ძალიან ნორმალური ამბავია. ამას ხო არ ეწინააღმდეგებით. ეს მაინც მოითხოვეთ. ის მაინც მოითხოვეთ, რომ პოლიციელები ისე სასტიკად, როგორც გუშინ ეგრეთ წოდებული პოლიციელები, ოღონდ ისე სასტიკად, როგორც გუშინ გაუსწორდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს, არ უსწორდებოდნენ. თქვენ ხო 2012 წელს ამის წინააღმდეგ მიეცით ხმა, ხო, რაღაც დონეზე და რაღაც ზომით. დღეს იგივეს რატო არ გმობთ? თქვენ თავის გთხოვთ, რომ ეს კითხვა დაუსვათ. მადლობა თემო ტარიელაძე, უსმენთ ჩვენ დღეს ვნახეთ მამუკა მდინარაძის გამოსვლა, სადაც არავითარი ემპათია არ იგრძნობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამდენი დღეა შიმშილობს და ასევე როგორც მისი დამოკიდებულებიდან ჩანს, არაპირებენ იმ მოთხოვნის შესრულებას, თუნდაც რომ ექიმთა კონსილიუმი შეიკრიბოს და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია გქონდეს საზოგადოებას. თათო მახარაძეს ვხედავ ახლა მე აქ, თათო 62 დღეა თქვენს ყოველდღიურად ფაქტობრივად აქ ხართ, აპროტესტებთ იმ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, თუმცა გუშინ კვლავ ვიხილეთ ძალიან დიდი სისასტიკე. რა გინდათ უთხრათ თქვენს თანამოაზრეებს და თუნდაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხარდამჭერებსა თუ წარმომადგენლებს? მოგესალმებით, კი 68 დღეა გრძელდება ჩვენი პროტესტი და მადლობა იმ ადამიანებს, ვისიც წყალობითაც ეს პროტესტი სულდგმულობს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გუშინ მომსწრე გავხდით იმ ადამიანის მიერ ძალადობის კიდევ ერთხელ, რომელიც არალეგიტიმურ ხელისუფლებამ ღირსების ორდენით დააჯილდოვა და შეგვილახა ღირსების ორდენი და არა მგონია ქართული ოცნების მხარდამჭერების არჩევანი ყოფილიყო ეს, რომ დასანქცირებულ ადამიანს ღირსების ორდენი ქონოდა და მე ამ ადამიანს ესეთი უსამართლობა განეხორციელებია ჩვენ თანამოქალაქეების მიმართ. ამიტომ თქვენ მოგიწოდებთ, იმიტომ რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე მოწოდებას უბრალოდ აზრი არ აქვს და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილზე, იმიტომ რომ მათ არ ესმის ჩვენი ხმა და თქვენ მოგიწოდებთ, რომ ვაიძულოთ ეს ხალხი
ჩვენი პროტესტით, ჩვენი ბრაზით, ჩვენი სამართლენდო ლეგიტიმური ბრაზით, რომ შეგვიმჩნიონ, გვაღიარონ და გაიგონ ჩვენი პროტესტის ხმა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი უსამართლობის მომსწრევართ და წარმოუდგენელი სისასტიკის მომსწრევართ ყოველდღიურად. ამიტომ გთხოვთ, რომ გამოხვიდეთ და კიდევ ერთხელ რეალობა რა ხდება დაინახოთ, იმიტომ რომ ეს არ არის თქვენი არჩევანი. მადლობა თათო მახარაძეს უსმენით მე ახლა ჩვენს მაყურებელს ვაჩვენებ კარვებს რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთან დგას უკვე მეხუთე ღამეა თუ სწორად მახსოვს და მეხუთე ღამეა აქ ათეულობით ახალგაზრდა სხვადასხვა ასაკის ადამიანი ათევს ღამეს და ამბობს რომ ეს კარვები აქ იდგება მანამ სანამ არ იქნება შესრულებული მთავარი მოთხოვნები სანამ არ ექნებათ ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებით და სანამ საფრთხე შეექმნება ამ პროცესს სწორედ ასე ხედავენ ისინი იმ მოვლენებს რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება აქ საკონსტიტუციო სასამართლოსთან როგორც გითხარით 68 დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება და ყოველდღიურად ეს ადამიანები ამბობენ რომ არ გაჩერდებიან მანამ სანამ ხელისუფლება იძულებული არ გახდება რომ ძალიან ბევრი მოქალაქის უმრავლესობის ინტერესები გაითვალისწინოს და შეიმჩნიოს